გამარჯობა, ეთერშია გადაცემა ტვინის გასაღების 47 ეპიზოდი და მე გახლავართ ამ გადაცემის წამყვანი საბა ჯანაშია. მოგესალმებით. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი თანაწამყვანი თორნიკე ბაღათურია. გამარჯობა თორნიკე. გილოცავ გიორგობას. გილოცავ გიორგობას. მიულოცავ მთელ საქართველოს ამ წინვარელ დღესასწაულს, რომელიც ჩვენ პატრიარქს განსაკუთრებულად უყვარდა რა და როგორც შენახსენე, დღევანდელ დღეს გამოაცხადა შიოც, მეუფე შიოც თავის მოსაყდრით. 2017 წელს ხო. ხო, ზოგადად რა წმინდა გიორგი ქართველებისთვის საქართველოს დაცვის სიმბოლოა მართლა და რამდენ ბაუს ქვია გიორგი და რამდენ როგორი სახელია ზოგადად რა გიორგი ყველაზე ესეთი სახელი არის საქართველოში, იმიტომ რომ მართლა გამარჯვების და ბრძოლის და იმის თავდადების ქრისტესთვის თავდადების სიმბოლო იყო. ხო და მოდი ამ წინვარ დღესასწაულზე წინვალი კარგი გადაცემა ჩავატაროთ მე და შენ და საქმეებზე გადავიდეთ ახლა. მინდა რომ სპორტ შევეხოთ რა რაღაც ბევრი სამარცხვინო ქართველის რაღაცები ამოვარდა ამ ბოლო დროს და დღეს არის ხვიჩა კვარაცხელია საერთოდ ძალიან გადამწყვეტი თამაში ნახევარფინალია ბაიერნი პესჟს და როგორც წინა თამაში გაგვახარა და მე მეცველოდები დღეს რომ ანუ ამ თამაშიც აი აუცილებლად ეგეთი რაღაცები უნდა მოხდეს და გამახსენდა ის სამარცხვინო ქართველი ხვალ ანუ უკვე თამაში იქნება დამთავრებული ხა ჩვენ რო ხო მაგრამ ჩვენი ისინი დაუტოვოთ ხო რა თქმა უნდა რასაც ფიქრობთ რა ჩვენი შედეგები რა მორჩება ჩემი აზრით ხვიჩა მინიმუმ ერთ გოლს გაიტანს და ჩემი აზრით პესჟ ფინალში გავა და მეორეჯერაც გახდება 1 გოლი 1 ასისტი მინდა რამე არა 2 გოლი და 1 ასისტი და ხო და სამარცხვინო ქართველები გამახსენდა რა რომ აი ამას რომ საქართველოს რო არის ესე მომართული და რა ხდება და ქართველი და ფინალი და ხო როგორ გულშემატკივრად ყველა ხვიჩას ხო ანუ არ არსებობს ხა ეგეთი ადამიანი ვინმე ხვიჩას ფანი ეხარ ვარ იყოს და ნუ ერთ-ერთი ბაიერნის გარკვეულ ბალეში არ ვიაზრებ მაგრამ რომ აი გადაკეტილი ვისაც აქვს იმენა თავის გულს ბალეში ყოფნა და არის ეგეთებს ვარ მე არიან ეგეთებს კი ხო მაგრამ ესა ფაქტია რომ ეს და მახსენდება ეს სამარცხვინო ქართველების მართლა რომ ანუ იმის მაგივრად რომ აი და უფრო მეტი გაბოღმილები რო არის წარმოაჩინო რაც არის და ანუ რაღაც გიხაროდეს და გულის სიხარულით გეოსებოდეს იმიტომ რომ ქართველი დამაყოფ აი ანუ შენ კი არა ყველა და ძალიან გთხოვის ვიდეო გავუშვათ მე ეს არის კლასიკა ეს არის როგორი არ უნდა იყოს ადამიანი და როგორ შეიძლება ცხოვრება ისეთი სილა დაგარტყას რომ ერთი მეორე ან მესამე სადმე რო შემხვდეს აი მართლა გეგუნები აი რა უნდა არა ხა იძახია ხო იცი კიდე გამოდიან და მე მაშინაც მართალი ვიყავი და ეხლაც მართალი ვარ არც ერთი აღარ მინახავს თვალით არა მე ამ გოგოს სტატუსი ვნახე ის აი განსაკუთრებული დაბოღმილი რო არის ნაპოლი იყო ტყუილი და ეს დღეს რამდენად სტატუსი დაწერა და მე მართალი ვიყავიო მაშინაც და ეხლაც მართალი ვარ და ვაში არ მაინტერესებს თქვენი აზრი და მაგარ გონორზია ანუ აღარ არსებობს ვინა გონორზია არის მარტა შენ თუ სადღაც აი ხმა სუსი აღარ გაუგია მაქსამიდან არავის არა ეკრანებზე აღარ აჩერე ხო ვის გამოაჩერე რომელია მოსაჩენი მაქიან ეკრანზე და ის ტიპი სადღაც და გოგოები ხვიჩას ვერ გაყიდიანი ჩვენ ამაზე მაშინ პირველ გადაცემას ხათაჯერ პირველ ჩვენ გადაცემაში შევეხეთ ამ მარგალიტებს და ეხლა ერთხელაც კიდე გავხსენოთ ხო ეხლა სხვა ფრაგმენტები გვაქვს აქ ჩინაზე სხვა ფრაგმენტები გვაქვს მეცლის ადამიანი რო შესრულდება და მას აქვს უფლება რომ აირჩიოს ქვეყნის ხელისუფლება ის უკვე ბავშვი აღარ არის შესაბამისად ნუ ვისაუბრებთ ხვიჩაზე ამ კონტექსტში რომ 19 წლის იყო და ვერ მიიღებდა თვითონ გადაწყვეტილება 11 წლის უკრაინელი ბიჭი რომელიც მიიღეს სამხედროებს კი ვიბრძოლებ ჩემი ქვეყნაზე ის იყო ბავშვი ხვიჩა ბავშვი არის ხო და შორის ხვიჩას მშობლების განაც დამირეკეს მე პირადად პოსტებს ხშირად ვწერ Facebook-ის გვერდზე, იმიტომ რომ მეც და ნანას შენს ალბათ გვაქვს იმის კომპეტენცია, იმდენი წელი ამ სფეროში ვართ, რომ ჩვენ და ვიყოთ ის ადამიანები, ვინც შეარც თქვენს ამ სპორტსმენებს. მოდი ვთქვათ რა, ვიღაცა შეიძლება ძალიან ეწყინოს, მაგრამ შეარჩხინოს ეს სპორტსმენები და შეგარცხინა ცხოვრება. იყოს ჩვეულებრივი ფეხბურთელი ესე ვთქვათ, ხო? ანუ ძალიან მინდა რომ ხვიჩასთან და ზურიკოსთან ერთად ბათუმის ნემო ჯგუფში შევიდეს, მაგრამ მე არა ვარ ილუზიების მიმდევარი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ხვიჩა არის რაღაცა ფენომენალური ფეხბურთელი, რომელსაც მარტო შეუძლია საქართველოს ჩემპიონატი რაიმე ტურნირში. მას შეუძლია გახდეს ასეთი ფეხბურთელი, მაგრამ ნაპოლი იყო ტყუილი, ნაპოლის მე არ ვიცი ხვიჩას წარმომადგენლები ვინ არიან, ვისაც ნეაპოლიტანის ქუჩებში სახეზე ცნობენ რომ მედიამ ამაზე წეროს და გარდა იმისა რომ ეს რეგვენი ხალია თუ კაც
კაცი მაგან ხალხი რა არსება არის ხო აქ აი პირადად შენ იმენა არა კაცი ხარ ჩემგან იცოდე იმიტომ რომ ქალებთან დაჯექი პირი მოაღე და ბიჭეზე რომელიც იმენა ოქროს ბიჭია და 9-ში დაგიმკიცა მაგის მერე ის აი ერთხელ არ გამოხვედ და არ შეგწხვაი კაცი თუ ხარ უნდა შეგწხვენოდა და ქალებს დიდად არ მოეთხოვებოდა კიდეზე ერთი გამოსულიყავი და ერთი დამჯდარიყავი და უჩე გადამდგარიყავი უჩე რამე თუ წარმოადგენ არ ვიცი მაგრამ გეთქვა რომ აი სირცხვილია პროსტა ეს როგორ თქვი და მაპატიეთ და ბოდიშით და ანუ აი ნაცვამი ვარ მაინც გეთქვა აი რაღაცა მაინც გეთქვა რა და ესე თავი რო ჩარგეთ ხა იმებში და ვითომ ეგ არ გიქნია და ვის გონია ვიმეს და გვავიწყდება ეგონია ძალიან მაგრაცდებით დაბოღმილი რო არის დაბოღმილები გასწიმენ და იბერებოდი მაგალითად ალბათ აი ნუ აი ძალიან სამარცხვინოები რა ხვიჩა წარმოიდგინე უკვე აგ ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს და მაგალითად 10 გოლი აქვს და 5 ასისტი აქვს 15 თამაში 14 თამაში და აი ყველა რეკორდებს ხნის და PSG-ს ყველა დროის ყველაზე ანუ ყველა დროის ყველაზე ან ბომბარდირე ჩემპიონთა ლიგის პირველ ადგილზე ანუ და ვინები თამაშობდნენ მესი, ნეიმარი, რონალდინიოები და ყველა ვაფშე ყველა მან თამაშობდნენ ვაფშე ყველა მანდი იყო წარმოიდგინე და ხვიჩარი დემბელე და რა ყველა მანდარი ეხას და ხვიჩარი PSG-ს ისტორიაში პირველ ადგილზე არის პირველია ანუ გოლი და ასისტი რო ერთად შეადარდა კონკრეტულ გოლი რო აიღო გოლი ხა 10 გოლი აქვს ხვიჩას და იბრაგიმოვილს 10 გოლი აქვს რა და იმის იქით არა ხა კიდე შანსი აქვს რომ აგერ დღესაც გაიტანოს და ფინალში გაიტანოს და ორჯერ თასი აიღოს და აი ეგეთი რაღაცები აი ნახე და ესეთი რაღაც ხდება და ეს რო ბიჭო არ გიხარი აი რანაირი ადამიანი და რანაირი ქართველი უნდა იყო და აი ერთი რაღაცას მინდა ხარზე გაუსვათ რამდენიმე გადაცემა მინდა ამის თქმა და რამდენი გადაცემაც გადამიცდა და დამავიცდა თავიანად მივარ და ამის გადაცემაში იმდენი შემდეგი კვირა უკვე ზიღა მე მინდა შევეხო რუსთავის გუნდს რა რუსთავის გუნდმა შარშან რაც რეორგანიზაციები განიცადა შარშან წინ უბრალოდ დაიწყეს ბიჭებმა მე ვიცნობ რა ამ გუნდის წარმომადგენლებსაც და ფეხბურთელებსაც და ჩემ თვალწინ ხდება ეგეთი რაღაცა რა ანუ აი ყველაფერს თავიდან ეს რუსთავია დაკონკრეტება ქართველები თამაშობენ ყველა თუ არა მიხდი რა მნიშვნელობა გუნდია რუსთავის რომელმაც ბიჭებმა თავი შეაკლეს გუნდმა და წინა წელს მოიგეს მეორე ლიგა ჩემპიონები გახდნენ გადმოვიდნენ წელს პირველ ლიგაში და წელს გადმოვიდნენ პირველ ლიგაში და ჩემპიონი ვინც იყო პირველი ლიგის ანუ იბერია 1999-ს მოუგეს ქუთაისის ტორპედოს და მაგარი თამაში იყო ბოლო წუთზე 1-1 დამთავრდა ბოლო წუთზე გავიდა 1-ის და მეორე ანუ გუნდმა დავინახე რომ აი მონდომების სული ჩადეს იმაში რომ მეორე დივიზიონის მოგება რო აი მოვიგოთ ეგრო იყო და უცებ ბიჭები თითქმის პირველ ადგილზე არიან პირველ დივიზიონში. ანუ რისი თქმა მინდა რამით რომ ანუ რაღაცა მიზანს რო დაისახავ და აუცილებლად ღმერთი შენსკენ არის თუ ეს მიზანი სწორია და თუ ამ მიზნის გულისთვის შენ შრომა ფასდება ბარა ეგ არის ჩემთვის მაგალითად ზუსტად ეგრე არის შრომა დაუფასდეს ვეცდე მე დიდად ეხა ქართულ ფეხბურთში ესე აღარ ვიყავი ჩავერთული მიხდი აი ჩვენებულმაში მაგრამ აი ხა ჩავერთე და ისეთი ბედნიერი ვარ რომ ესეთი რაღაც ხდება და მინდა რომ მოუწოდებ კიდე ყველას რომ რუსთავის გულშემატკივრების გარდა კაცო რომ ვაფშე ყველას რომ ჩაერთონ ქართულ ფეხბურთში და უფრო მეტი ხალხი უნდა დადიოდეს თამაშებზე უფრო მეტი რაღაცები უნდა კეთდებოდეს და ანუ აქედანაც არის მოწადინება ეხლა ის კეთდება რა ქვია სტადიონი ხო კემპი კეთდება არა სტადიონი კეთდება მაგრამ კემპი კეთდება სპორტინგის სკოლიდან ჩამოდიან და აქაური ბავშვების ის მომზადება წავა მიხდი ანუ ეს საჩვენებელი ის გამოცდის ამბავი იქნება რა მიხდი რომ ამ ბავშვებს ვარჯიშებს ჩაუტარებენ დააკვირდებიან მიხდი მე რომ ვინც მოეწონებათ იმას თავის მომავალი ექნება რა ეხლა სტადიონი ხო აკეთებს ზოგადად ამას მინდა ხაზი გაუსვა და ესეთ რაღაცებს ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვით და ყოველთვის წავახალისებთ იმიტომ რომ ქართულია და ქართულ რაღაცებს ეხება და ქართულ სპორტს ეხება და პატარა ბავშვებს ეხება და არავის არაფერს არ მოვერიდებით ამ შემთხვევაში და იცოდეთ რომ ეს როგორიც არ უნდა იყოს რანაირი სპორტიც არ უნდა იყოს რანაირი გუნდიც არ უნდა იყოს ეს თუ ჩვენ ქართულს ეხება ყველა ვარიანტში ჩვენ ამის პროპაგანდას აუცილებლად ვეწევით და ვეცდები კიდე თორნიკე შემდეგ გადაცემებისთვის რომ იქნებ ეცადო და რამდენიმე ამ გუნდის წევრი აი მოვაყოლოთ რა თავისი ის რომ როგორ შეიძლება მეორე ლიგის რაღაც ტურნირიდან უცებ პირველი ლიგის ფავორიტებში იყო რა და ხოჭა ამ ბიჭებს და მინდა რომ წარმატებები უსურო კიდე ერთხელ და ვეცდები რომ შემდეგ გადაცემაში მოვიწვიო რა აუცილებლად კი ბატონო ნამდვილად
ეს მახსოვს ხო ვიყავით ჩვენ მანდ გადავიდნენ ზუსტად. ხო, ანუ მაშინ ჩემპიონებიც რო გახდნენ მაშინ. ხო, ბოლოს რო გაინაღდეს უკვე რა პირველი ადგილი. არა, მაგარია ხო, მათ შრომა ფასდება ყოველთვის. და ხო ხვიჩაც აგერ მაგალითია შრომია როგორ დაუფასდა და რა დონეზეა, უმაღლეს დონეზე. არის საუბარი რომ სოფლიოში ყველაზე მაგარი გარემარბია და ანუ ეს არ არის თან ციდან მოტა. ჩვენ ქართველები კი არ საუბრობენ ამას. უცხოელები საუბრობენ რა ამას. ანუ ეს ჩვენი სუბიექტური შეფასება არ არის რა, ეს ობიექტურად ჩანს. ხო, ანუ ქართველია და მაგარია, არ არის, ხო, არა. ფაქტია და მოცემულობა და დაბოღმილები კიდე აგენ მაშინ რო არც კიცხენია. შეიძლება ეს мотиваცია იყო, ყარამ რო ნახა, უფრო მოიგომა. კი, ანუ ნახე, იმ мотиваციას ვერ იღებენ, ანუ ესეთ დაბოღმილი ტიპები ზოგადად მოტივირება ძნელია. ანუ იმ ბოღმაში გადის ეს მოტივირება, იგი ბოღმით მოტივირდებიან და ეგ არ გამოგივა. დაბოღმილი თუ მოტივანტი ჩაიბოღმენა, მაგიტო გინდა მაგაც ბიზნეს მიაღწიო, ეგ კიდე სხვა საკითხია. აი ხა იმაც რაღაც ვიდეოში მოხდა კიდე ამაზეად ეს down with dictate დგას წარმოიდგინე ნათელაშვილი გამოდის და ლანძღავს ბიჭო ჩვენ სპორტსმენებს ჩვენ ოლიმპიურ ჩემპიონებს ჩვენ ძიუდოს სოფლიო ჩემპიონებს ევროპის ანუ ამათ ყველას ლანძღავს ანუ ფეხბურთელებს კალათბურთელებს ვოშე ვინც არის პოლიტიკაში სპორტსმენები ყველას ლანძღავს ანუ ინდონეზია ლანძღავს რომ ის მომენტიც არ რჩება რომ ანუ აღიაროს რომ კი ბატონო მაგალითად არის ოლიმპიური არის ყველაზე ძლიერი ძმაო სპორტში გვასახელა საქართველოს ბევრი რაღაც გააკეთა მაგრამ აი არ მომწონს რომ არის პოლიტიკაში კი არ ლაპარაკობ დილობიან ხო შეიძლება თქვა არა უძველი ფორმით ბავშვი რომ მაგას შეხედავს ბიჭო და ესე რომ ილანძღები ანუ რა უჩენ ანუ სხვა იმებზე და ანუ ამაში ვართ რა გავუშვათ ეს ვიდეო მაგრამ ჩემი ეს ვიდეო არ უნდა გავუშვათ იმიტომ უნდა გავუშვათ ესეთ რაღაცების აფიჩირება არ უნდა ხდებოდეს რა და პირიქით ცუდ მაგალითს მივცემთ ადამიანებს და და აქედან ცოტა მეტი მოგეთხოვება და მარტივია რა დააფიქსირე შენი აზრი და თქვი რომ სპორტსმენი არ მოწონს არის პოლიტიკაში და გასაგებია რა კი ბატონო მაგრამ ეს რაღაც შეურაცხყოფები ესე არ ვიცი არ მოსულა მოდი ახლა შევეხოთ მავნებელთა შორის მავნებელს სააკაშვილს მაგრამ მე ხამ ვიდეოში როგორც არ უნდა გაგუკვირდეს მე ვეთახმები სააკაშვილს შენი არ ვიცი მაგრამ მე მაგალითად ვეთახმები და სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ ჩვენ გვჭირდება რუსეთი როგორც მეგობარი ჩვენ გვჭირდება რუსეთი როგორც მოკავშირე როგორც ძლიერი პარტნიორი და მე მინდა დღეს რუსეთს დაუწოდო ქართველი ხალხის სახელით მეგობრობის ხელი და მე მინდა რომ ეს მეგობრობა ჩამოყალიბდეს და განვითარდეს აში არის მნიშვნელოვანი ეს ტაში ხო ეს რომელი წელია ეს არის ინაუგურაცია სააკაშვილის არის 2003 წელი ხო ან შეიძლება ბოდიში მე 2008 მერე შეიძლება იყოს ზუსტ მაგრამ არა ესეთ ახალგაზრდა ვიძე ჯერ არ აქვს ჭაღარა და ისეთ ჯერ არ აქვს ნანერვიულები ეს არის პირველი ან 2003-ის არის რა 2004-ში იყო ინაუგურაცია მან დიძახის ამ სიტყვებს და გამოსავალი ჩემი აზრით პირადად ჩვენ თუ გვინდა ჩვენი ტერიტორიები დავიბრუნოთ რუსეთთან აი ესეთი დამოკიდებულება უნდა გქონდეს. ხო მარტო რუსეთთან კი არა, თურქეთთანაც, ირანთან, ამერიკასთან, ევროპასთან ჩვენ ყველას უნდა ვეცადოთ ესეთი დამოკიდებულება გქონდეს. ჩვენმა სახელმწიფომ თუ გვინდა რომ გადავრჩით. ჩვენ ახლა არ ვართ ისე ძლიერი სახელმწიფო რომ ამერიკამ ტრად გადავიკიდოთ, რუსეთი გადავიკიდოთ, ან თურქეთი ან ირანი ხო? არ შეგვწევს ხო ძალა, აუცილებლად დავიჩაგრებით რა, აგერ ხო ხედავთ რაც ხდება მსოფლიოში და აქ მნიშვნელოვანი რა არის კიდე ისი რომ აი ტაშ ვინც უკრავს იქ ხალხი უკრავს ხო ტაშ ანუ მიშას მხარდამჭერები არიან მიშას არა მაშინ მე მგონი ყველა არიან მან არ არიან მიშას მხარდამჭერები მან არის მიშა მოვიდა მიშა ეხლა ყველაფერი იმედია არა ხო არის ეგ მომენტი ხო ნუ შეიძლება ხო ეგ არის მან სხვა გზა არ ნუ ყველაფერს უმრავლესობისთვის ხო მაგრამ ბევრი ხო მაგრამ ბევრმა იცოდა ნაგავთან ჰქონდათ საქმე მაგრამ ხო ნუ მეც სწორს იძახი შემართალი ხარ მაგრამ აი ეს ფარისეულობის ზეიმი ეხლა რომ გამოდის ეს თვითონ ეს და საერთოდ რადიკალურად სხვას რო საუბრობს. აი სად არის სამართალი, სად არის რეალობა, როდის დაუჯეროთ ამას, როდის იძახის სიმართლე. ვიდეო შემოგაშველებ რა, უცებ თან მანდ იყო და არ მინდოდა რა ასე ჩაევა. მიშა არის ყველა იმ ადამიანისთვის ვისმაც იცნობს, არის ძალიან მიმტევებელი ადამიანი. გახსნან ცეცხლი და ადგილზევე მოკლან, გაანადგურონ ყველა ის კრიმინალი, რომელიც შეეცდება სიტუაციის არევას. აი მიშაზე ჩვენ ამ ხალხისთვის ტყვიები არ გვენანება.
ყველაფერი შეიძლება თქვა მიშაზე, ოღონდ მიმტევებელი არა, როგორც პატიოსანი ბაშაძე რო არის. და თავისებური ადამიანი, ესე თქვა რა, ვინ არის მიმტევებელი? ყველანი ციხეში 15-14 წლის ბავშვს ჩვენ მეგობარს ბიჭს ჩვენს მაგხელები ვიყავით. არანაირ პირობით სასჯელი ყველანი ციხეში. გაიმაზე რა ქვია, ამხელა ვიქტორინოქსზე 7 წელი თუ რაღაცა მიუსაჯდა და მამამისი ციხეში დაიჭირა. და ანუ ამას მთელი ოჯახის ტრაგედია მოყვა და ეს საზიზღრები ბიჭო როგორ ლაპარაკობენ ამას ეს ქალი ვარ ეს თავიდან ვერ იქ რომ მივიდა იმან რა უთხრა ხო ვიცი რომ ანუ ეხა ნორმალურია ვიდეო და გემდი რომ შეაკვდა ანუ ეგეთი ერთგული რავი აჩიკო არის ძმაო ეგეთი ერთგულია ფულის უფრო ის მუმია და დაახვიეს და ეგვიპტეებში დაასაფლავეს ბოლოს და ეს კიდე დგას და მიშაზე მიმტევებელი და ეს ფულით ერთგულია მიშასი არის შეიძლება უყვარს კიდე მიშა ხოდა იმათ ორი აბსურდული შედარება მიმტევებელი მიშა და ვაშაძე რო იძახის პატიოსანი პოლიტიკოსები ვართ ჩვენ აი ყველაფერი ვინ გითხრათო თქვენო აი ყველაფერი შეგიძლია და რაღაცა საყვარელი თქვი რაღაცა აი პატრიოტით შეგიძლია თქვა აი უფრო შეესაბამება იმას ვიდრე აი მიმტევებელი და პატიოსანი როგორ ხართ გაგვაგებინა ჯაფარიძე მას გაიღვიძა ნელა რეალობას შეხედა თვალებში რეალობას შეხედა თვალებში და ეს რაღაც შემხვდა ამონარიდი არის და შეიძლება გავუშვი Okay, გავიგე, ჩვენ ვართ ისეთები როგორებიც ვართ და შეიძლება მეტი არ შეგვიძლია, შეიძლება მეტის უნარე პირობითად, რავი, ბოლსირები ვართ. არის ის? მომისმინე ზურაც მაო. ჩემოძმო. საქმეა საბაშეთან მოვსურე ჩემოძმო მომისმინე. მე მაგ სიტყვას არ გავიმეორებ შენაც შენ თავს უწოდე მაგრამ. მაგდონეზე ხართ მისული რომ თქვენც დაგაფიქრათ ამ ცხოვრებამ თქვენ. ავიცავთ მარტო დარჩა მიხდა. ვაფშე რატო ფიქრობ და ამას წირად რაღაც ერთი ვიდეო შემხვდა რომ რატო ფიქრობს რომ ეს ხალხი რომ ჩვენ უნდა გაუბრას. ხო თავის დამოჭერს. რა მე რა ის კი არ ვარო ზმაო ეხა მე უნდა ვიდგე იქო მე უნდა ვიჯდე ციხეში მე უნდა ვქრა ის ფანტომასი კი არ ვარო ზმაო ადაკიდო და გამოდით და თქვენ არ გიგა ხო ხალხი გარეთ ხო მაგაზე პრეზიდენტი. ანუ აი წარმოიდგინე რა დონეზე ჩაიყვანეს თავისთავი რომ ანუ ეხლა მე გეტყვით მათ ვარში როგორ არის რო ანუ შენ რა ხარ როგორ ხარ ვინ ხარ რა ყველა ვიცით რეები გაქვს ნაკეთები ჩახტები ბორდელების გაქვს და ეგენი ყველაფერი გაქვს შენ გაკეთებული არ დაგვავიწდება მაგრამ ეხლანდელი მოცემულობით რო დავაკვირდით მაგას მე ესე ვფიქრობ რომ შენ და აი შენ ხალხს ვისაც უსაყვედურე ეხლა მაგიმითი მაგათ თქვენ რამე ანუ თქვენ რამეს კი არ აკლებთ არამე უბრალოდ თქვენ ისეთ რაღაცას შენ ისეთ რაღაცაში გალიდერებენ ზოგადად რაც არ არსებობს ბუნებაში ანუ სიმართლე ვაფშე არანაირი არ არის თქვენსკენ და არაფერს რასაც თქვენ აკეთებთ არანაირი ფასი არ აქვს გარდა მავნებლობისა საქართველოს მიმართ მეტი არ ეხა ინდივიდუალად ადამიანებს თქვენ ვერ დააზიანებთ თქვენ აზიანებთ თქვენ სამშობლოს და ანუ ეხა რომ გამოხვედე ერთმანეთს ეჩხუბები და ერთმანეთს აბრალე და მე რა ლიდერი კი არ ვარ მართლა რას მეყურებ ეუნები შენ მართლა არ ხარ ლიდერი ან ლიდერიც ხარ, მაგის ლიდერი არ გინდა რომ იყო და მოდი ჩაიცვით და წადიცახში რა. არ გამოდის ეს თქვენი მოწყობილი რაღაცა 24 ოქტომბერი 3 იანვარი გაგვეშ ყველა თარიღში რაღაცა გააკეთეთ და ხო რა ძმაო რა მილიონი ანდაზა არსებობს მილიონი რაღაც წინაპრების დატოვებული ნათქვამი დიდი ყველა დიდი ასაკის ადამიანს რო შეკითხო მაგას გეტყვის შეაყარე კედელს ცერცვი აი ყველანაირი გამოთქმა არსებობს ნუ ურტყავ კედელს თავს ურტყი აი ეგ ყველაფერი გიდევს თვად მაგრამ არ შედის რა ამ შენ თავში ის რომ ისეთ რაღაცას როცა აკეთებ რაც არ კეთდება იმას ვერ გააკეთებ და მე ხალხს კი უნდა დააბრალო შენი ლიდერობა შიც არ ვარ გიხარ იმ საქმეშიც რაც აკეთებ არის დამაზიანებელი საქართველოს და ვერც ერთს იზავ, ვერც მეორეს ვერ იზავ. განებდით რა და სო რა გადით. თეთრი დროშა ამოიღონ და ამოიღე და დაატრიალეთ რა ძმაო რა. ომი რო აკეთებ, ჯერი რო ანადგურებ და ბოლოს რა. გავერთიანეთ ბუღაცეს ისაკი და გავერთიანეთ ჩვენ. ისე უნდა რა გავერთიანეთ, მე გავერთიანეთ, მე დავიღალე და გაერთიანები და იქიდან ვაფშე ჩერგოლე იშვილი გაიჩითა რა ხოძე. იცი აი გუშინ შემხვდა ეგეც ვიდეო ტელევიზორში რომ ჟურნალისტები მივიდნენ რაღაც დახურული ისა აქვს და შეკრება აქვს რაღაც თანამოაზრეების დროს და ჟურნალისტები მივიდნენ და
აბა ეხლა კაცო მე რამის გადაღება რომ მინდოდაო მაგრამ მაგ ტელეფონი ვიღა მე ჩემითაც გადავიღებ კაცო თქვენი ისო აი ისეა გდებულად ბიჭუნა ისე დამამცირებელი ეს ქალი მართლა რამე ძალაუფლებაში რო გაიჩნდო აი მიშა ორიც ანუ არაფრით ნაკლები არა კი არა ვიცი ხო ჯიგარი და ესეთი რაღაცა მაგის თავში რას ტრიალებს არა ბოროტია მერთმა არქანასო აი მაგას რამე მიეცეს არ ჯერ ფსიქიკურად ვერ არის დაგებული ეთყობა ეხა მაგას როგორ უნდა გააკარო რამე თანამდებობას ხადაო წარწმენი ოქინ შემოშ გადაღება ლაივი რომ იდოს საერთოდ როგორ უძლებს ის მეორე მაგის ხო რაღაც ზავი არის განდადებული ანუ მე მგონი პროსტა არ არის რაღაც შეთანხმება აქვს ხო ანუ რაღაც ნაირად არის არა იმ სახში შეიძლება თუ აჭერს და კარი იღება და სხვა სახში რა და აი უეჭრები რაღაცა იქ სხვადასხვა ოთახებში ძირა და აი როგორც ანუ ბუკინგემის სასახლეში როგორ არის რომ აი მეფე და ის ერთ სხვადასხვა ოთახები აქვს ნახე ერთი ცალკე ოთახში ცხოვრობს ერთი ცალკე ოთახში და ხომ არა ამათანი ეგრე კი არ იქნება ის ოთახი ალბათ ამ იმას აქვს მოწყობილი აი როცა ულაში იყო მაშინდელი რომ პასპორტები სხვადასხვა და გადაჩეკილი ფულები და აი ეგრე აქვს შემოწყობილი ერთი ოთახი რომ აჭერს და იღება ტელევიზორი და შენიჩენის და აი ამან ეგ არის ისტორია უეჭველი ან დამუქრებული რომ ვიცი ეგ ოთახიო ეგრეა დამუქრებული არ ვიცი ხო იცი ხა და ის არის რა ქვია ყველა იმას თავის ისა აქვს ეგრე არის ვაფშე გამოთქმა არის ეგეთ ძველი ქართული და ეგრეა რავი ლაგდებიან რავი ეგეთი ადამიანები ალბათ ერთმანეთში და პოულობენ ხო რაღაცა თვითონ იციან რაღაცას ხო საერთოდ პოულობენ კი ნამდვილად ეგრეა და ის ვიდეო დღეს რო ჩართე შენ ხაშლამა და აკაცუკები მე ბოლოს კი ხო არ გადავაგდოთ თან ის იმას მოვიყვეთ ხა რა ვითარება მოდი ცოტა უცხოეთზე გადავიდეთ რა სიტყვა სხვა ერთი ტრაგიკომიკური მდგომარეობა არის რუმინეთში მაგალითად ჩვენი მაია სანდუ ჩვენი რა ლიბერალების მაია სანდუ ჩვენი არც მეტი არც ნაკლები გამოდის და იძახის რომ ჩვენ რუმინეთს შეუერთდით თუ ქვეყანა მოლდოვა რუმინეთს შეუერთდით ევროკავშირში ამ გზით თესეთიდან არ გამოდის თესეთიდან არა თესეთიდან გამოვა და როცა რუმინეთს შეუერთდება და შემაერთდა და გამოვა რუმინეთის პრეზიდენტი გამოდის და ჩვენ მივესალმებითო ამ ფაქტს ამ რუმინეთს რატო არ მიესალმა პრინციპი რუმინეთის ახლა პრეზიდენტი ვინ არის თუ ჯორჯესკუს რო არჩევნები გაუქმეს დაიჭირეს და მე სანამ ევრობიუროკრატების მარიონეტი არ დასვეს მანამდე რო არ მოისვენეს და მან პრინციპი ჯორჯესკუ ანუ რუმინეთის პრეზიდენტი რატო იქნება ხო წინააღმდეგი ქვეყანა შემოერთეს და კიდე მოლდოვა რას იძახის სანდურო დნესტისპირეთის გარეშეც განიხილება იქ შესვლაო ეს დნესტისპირეთი რა არის 1991 წელს მოლდოვამ რო დამოუკიდებლობა გამოაცხადა დნესტისპირეთში სეპარატისტები გააქტიურდნენ და მოხდა კონფლიქტი შეერაღებული კონფლიქტი მოხდა და აი მე ეხლა დედო შეჩერებული ეს კონფლიქტი და იქ რუსული ჯარები დგას სამშვიდობო ჯარები და დნესტისპირეთში ცხოვრობს 650,000 ადამიანი მაგრამ ეთნიკურად ძირითადად რუსები და უკრაინელები ცხოვრობენ და აფხაზეთის იგივენაირ აი აფხაზეთის სიტუაცია აფხაზეთის სამშობლოში რაც ხდება იგივე სიტუაცია არის ზუსტად არის მოლდოვის ტერიტორია, უბრალოდ ცხოვრობენ, ჭარბობენ რუსები და უკრაინელები და ამის გარეშეც იქ შევალ. აი წარმოიდგინეთ, აი ჩვენთან რომ გამოვიდეს ჩვენი მთავრობა და თქვას რომ ჩვენ საფრანგეთს შევუერთდებით და აფხაზეთსა და სამშობლოზე ზუარი რო თქვან. ხები აქ რა მოხდება? და ეს აი საფრანგეთს არა. არა, ერთიცან მომისმინე ხა, მე დავამცინე. ჩვენ საფრანგეთს შეუერთდებით ეგ ისეთი რაღაც ხა ითქვი რომ ვაფშე არ არის ახლოს ეს მაგრამ ეხლა მე დასთან არის ახლოს ეს არის ჩვენ ვუერთდებით ჩვენ გადავწყვიტეთ და სვეტში გამოდის რომ ჩვენ ოსეთს უნდა შეუერთდეთო და აღარ გვინდა აღარც აფხაზეთი და აღარაფერია ეგ პონტია უფრო ან აქ რა მე საფრანგეთი იმიტომ მოვიყვანე მაგალითად რომ საფრანგეთი იმიტომ მოვიყვანე რომ ევროკავშირში აი ეს მიზეზად დასახელებს იმას რომ რუმინეთს შეუერთდებით თქო და აქციები გაიჩნდება შეუერთდეთ ეს ამოფყოფები ხო ეს საზოგადოება ეს სოროსის ლეკვი რო არის და ეს აქ რო ჭკუას აბოდებენ სანდუზე წარმოიდგინე როგორ არა განსა სამშობლოსი ქვეყნის მოლდოვის პრეზიდენტი არის ეს ვიღაცა ჟურნალისტი კი არ არის ან რაღაც აქტივისტი მოლდოვის პრეზიდენტი გამოდის და იძახის თავის ქვეყანაზე რომ რუმინეთს შეუერთდეთ და მოლდოვაში ხალხი ხმას არიღებს
იღებს ალბათ, მაგრამ არ არის არასაკმარისად ესე იგი. იმიტომ რომ ჩვენთან სულ ფიქრი მაქვს, რომ აი მართლა ისეთ რაღაცა ვინმე რომ გაბედოს და თქვას ჩვენთან. როგორი რეიტინგული ხელისუფლებაც არ უნდა გყავდეს. აი წარმოიდგინე რა მოხდება. აქ წარმოიდგინე რა პანიკა ატყდება. ამათ არა აქვს რა, აი სანდუს არანაირი განცდა არ აქვს სამშობლოს, რომ მოლდოვა შეუერთეს რუმინეთს ოიძახის. თანახმარიან, იმიტომ რომ ევროკავშირში შევიდნენ. ამაზე ფსკერი მეტი რა. ეხლა სომხეთის ევროპის დღეებს არ გადაუხვიოთ. ეგეც საინტერესოა, ხო? სომხეთის ეხა არის არჩევნები ივნისში, საპარლამენტო არჩევნები არის. და ეს ფორუმი იმითო ჩატა და ფაშინიანის მხარდასაჭერად რომ რეიტინგი ფიგურად წარმოაჩინონ ფაშინიანი რომ მაკრონი და სტარმერი და რაღაც მიხდე აი ეს თამაში მიდის სხვა არაფერი ანუ და ცდილობენ რომ თავის ინტერესები გაატარონ კავკასიაში და ოღონდ ჩვენ საერთოდ არ ვარსებობთ ესე არის აი მორი რაღაც აი კრინჯი ქალისთვის ეხა კაი რა ეხა მარტა კოსი და ის რა ორი არა ეს მაგათი პოლიტიკა პირდაპირ საჯაროდ ეგენი არიან სანაგვეზე გადაყრილი პოლიტიკოსები რომლებიც გადაყრიან აი ძალიან მალე გადაყრიან ხო მაგრამ ვინ ეკითხება მარტა კოს ვინ ეკითხება ხო ან უსულა ფონდელაინს ვინ ეკითხება მაგ რაღაცებს ვერაფერს ვერ იზავენ არა ეხლა ეკითხებათ კაცო ისინი არიან მთავარი და ისინი წყვეტენ აქ დღის წესის ისინი ადგენენ ოღონდ ისინი არის მართულები და დღის წესის უდგენენ და ესენი საუბრობენ და ეს არის მთავარი აქცენტებს აკეთებენ ამას მესიჯი ბოქსი რა არის ამათი მთავარი ინფორმაციას რაც გვაწვდიანო აქ კავკასიაში სომხეთი უნდათ რომ ცენტრალური ქვეყანა გახადონ რომელიც უბრალოდ ვერ გახდება ხო თავის გვი გვაშინებენ ეხლა მაგით რომ აიმე ეხლა აი თქვენ თუ არ გინდა ჩვენ აი წავარდით და ისინი ახაიას ვის საშინებთ რა საშინებთ ხო ვერავის ვერაფერს ვერ და მარტაკოსი გამოდის და კავკასიას ქვეყნებთანო და უფრო მოლოდინი გაქვს რომ აი სომხეთი აზერბაიჯანი და საქართველოს უნდა თქვას ხო ესე რაღაც კავკასიის ქვეყნებს და არა საქართველოს არა თურქეთიო ან თურქეთი კავკასიაში გაიყვანა ჩვენ საერთოდ თითქოს არ ვარსებობთ ეს დაკავშირებადობასთან დაკავშირებით იძახით როგორ ჩვენ ვერ გადაგვახდებიან მართლა ჩმორები არიან რომ აი თურქეთის რო ის აი მაინც რო ის აქვს რა და თურქეთი არა თურქეთი დღე და ღამე მაგათლან ზღვაში არის დღე და ღამე თურქეთი ჭირდება თურქეთიდან უნდა ნავთობი ან ნებისმიერ ტვირთი თუ რაც არტებოს ყველაფერი თურქეთიდან თურქეთიდან უნდა გამიდეს დარწმუნებული ვარ შიგნით ხო ვერ იტანს მაგრამ ესეც ვერ იტანს მაგათ თურქეთი რატო არ იღებენ ევროკავშირში 30 წელია 30 წელზე მეტია ითხოვენ შესვლას მაგრამ არ იღებენ და გუში გამოვიდა ზუსტად ერდოღანი მაგაზე ლაპარაკობს და რა შეეხება ეხლა ბოლო იმას რა ქვია შენ უსმინე იმას ისეთი რაღაცა მოხდა რომ ალიევი გამოვიდა და ანუ ალიევი პირად ვერ ჩავიდა სომხეთში რა და ჩაერთო რა იმას რა ქვია სამიძე და ჩაერთო და ნუ რა განცხადებებიც გააკეთა წარმოიდგინე რა განცხადებებიც გააკეთა ანუ იმედზე იყო პირდაპირ ეთერი რა რასაც ლაპარაკობ და აქ ტევე პირველმა ზუსტად სამწუთიანი მადლობა რომ მოიხადა ეგ დამთავრა და სულ აღარ გაუშვა და აქეთ რა ილაპარაკა იცი ევროპარლამენტარებს ვინ რა დღეში 14 რეზოლუცია აქვს აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიღებული იგივეს უშვებიან საქართველოს აი ეგ არის და ეს კი არა ჩვენ აი ვინ ხარ მე რა არხი და რა მაუწყებლობა ხარ რომ შენ ტრებზე შენი მოკავშირე ლაპარაკობს შენ ფაქტსაც ამაში მოიაზრებს და შენ არ ახსენებ ბიჭო ამას და არ აჩვენებ ხალხს ამას რა თქმა უნდა რა შეაცხოვრებენ პროსტა ხალხს ხლები და იმ იმაში ხა თუნდაც რა იგივე პროცესი არ მიდის ახლა სომხეთში ზუსტად იდენტური იგივე პროცესი არ მიდის სომხეთში ვიდეო მინდა ეს ვიდეო მინდა რომ ვანახოთ ხალხს ერთ-ერთი ჩაცმულებით თმის ფერით აღებული და ლაპარაკი დაყენებული აი ეს დემონსტრაციების მოწყობა აი ეს ვიდეო იგივე პროცესს გადიან ჩვენ რაც გავიარეთ 30 წლის წინ კი მაგ 30 წლის წინ რაც გავიარეთ იგივე პროცესებს აი უბრალოდ ჩვენ როგორ ხო აი ამ ვიდეოს დააკვირდით დღევანდელი ვიდეოებია მე თქმა დაიფარო სომხი ხალხი მაგრამ შეიძლება უფრო უკრაინის სიტუაციაში ჩავარდნენ ესენი კი უფრო მარტივად იმიტომ რომ ხო რა იმან უფრო მეტი მიძეს ჯერ ევროკავშირში როგორ უნდა გაწერიანდეს სომხეთი სადაც არის რუსული ბაზა ანუ რა უნდა ქნა აი როგორ აპირებენ ევროკავშირში გაწერიანებას ამათ აგულიანებენ ნახენ მაგრამ ჩვენ როგორ გაგულიანებენ კი უკრაინას როგორ აგულიანებდნენ ხო ზუსტად იგივენაირად აგულიანებენ ამათ ყველას რა თქმა მაგიტო და იგივე გზად გადიან და მე მიატოვებენ ზუსტად ისო გითხრა რომ აი წამოდი ეხა და სო მე უფრო მივიყავ ხარ და აი სასყვას მიგიყვანო სო გადავედი და
საბუთი გაქვს რო გკითხავ, საბუთი რო არ გითხრა რომ წამოიღეო რა. და მოგაგულიანო მთელი გუ წავედი და რომ ვიცი რომ იქ რომ მიხვეწ ბაო რა პირადობას მოგთხოვ და არ გეკნება რომ ეგრე. მაგათ უკეთე აი მაგ პრინციპს ეხლა სწორად დავხსენე თუ არა ის შეგარება. ზუსტად უკეთებენ მაგას რაც უნდა ჩვენთვის გავუკეთებინა და მაგიტომაც დაიხურა ის მოლაპარაკებები რომ ეგენი ვეღარ ქნეს გიკეთებენ მაგას რომ წამოდი მე შენ წაგიყვან რომ ვიმოგზაუროთ სოფლიოში და ჩაიცვი ჩალაგდის და 12 საათზე არის ფრენა და 11-ზე იქ იყავი და 11-ზე რომ იქ იქნები. ან არავინ არ გეტყვის რომ პასპორტიც გჭირდება იქ რომ წაიღო, თორე ისი არ გაგიშები და აკრას იქ რომ მიხო და ყველაფერი სინამდვილე ეგონება რომ აი სამოგზაუროდ მიდიხართ. აი ბოლო წამზე რომ გეტყვიო რომ პასპორტიო და პასპორტი რო არ გედება და მაშინ თქვენ ვერ გაფრინდებით თუ ეს რო გეტყვიან და რო დაქტოვებენ მან კიდე რო ის გგონია რომ იმას მიყავდი პროსტა შენ ვერ პასპორტი არ ქონდა აი მაგ კატას გვიდგავენ ზუსტად რომ ისევ შენ უნდა დაგაბრალო შენ მოხახო რომ პასპორტი რატო არ ქონდა რა არა და აი ესეთ უსამართლობაში ვცხოვრობთ რეალურად რომ ვითომ აი ესე გვიგდებენ რაღაცა საკენკს და ამაზე უნდა ჩვენ გაგვეხარდეს და ის და ქართველები ჩვენ არა ვართ ეგეთი ხალხი და არც არასდროს არ ყოფილვარ და ვინც ხართ ეგეთი ქართველები კიდე ექსაკენკით კენკეთ და კიდე რასაც დაგიყრიან ისიც კენკეთ რა. მაკრონი ჩავიდა გიუმში ქალაქში და 4 ბაზა ხო რუსული და 4000 ჯარისკაცია და ამაზე იტყვია ეს უნდა შევცვალოთ ჩვენ და რითისფრიან ანუ აი ყველაზე მარტივი შეკითხვაა და მაინტერესებს პასუხი ამაზე რომ რუსეთი თავისნებით დატოვებს სომხეთს და იქ ბაზას ხო არ არსებობს ხო ამას ხო არის ზამე ხო და როგორც უკრაინას არ მიცემ და იმას ხო ჯერ ორი როგორ აი სომხეთი ჯერ რო დავიწყოთ სომხეთი ჩვენ როგორი ჯაჭვია იცი რომ აი თურქეთი უნდა მიიღონ ევროკავშირში მერე ჩვენ უნდა მივიღონ და აი მერე სომხეთს თუ აი ჩვენ ვერ გადაგვახტებიან თავზე ყველაფერს ვერ იზამენ და როგორ მიიღებენ ბაზა ბიჭო ბაზა რუსული ბაზა არის იქ და როგორ აპირებენ ამ ეს ხო დიდი ტყუილი არის ნუ ეხლა ეს არის მაგის გაი ბოდიში შეგაწყვეტნე ეხლა რამდენიმე 10 დღის წინ ვიყავი ერევანში და ჩემი თვალით ვნახე სიტუაცია რაც ხდება იქ ანუ მაგრა იგრძნობა ეს ცოტა ეს წაევროპელებული პონტი მარა კინოთეატრ მოსკვა რუსული შრიფტით რუსული ენით აი ეს თეატრებს შენობებს ანუ არ არის ეგრე ბიჭო ამას შენ ვერ წაშლი ეს ხვალ და ზეგ და მასე გამას ვერ წაშლი მაგის გარდა რუსეთზე ჩვენ ხო დამოკიდებული რუსეთზე ისინი 100 ჯერ უფრო მეტად არიან დამოკიდებული რუსებზე მაგალითად გაზ 10 ჯერ იაფად ყიდულობენ და ჩვენ მილიარდი კუბური მეტრი გრჩება ჩვენ მარტო იმიტომ რომ სომხეთს გაზს ვაწვი და ყველანაირად არის რუსეთს დამოკიდებული რუსეთმა რომ მოინდომოს სომხეთი შეუულიათ რომ უომრად კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააყენონ ჯერ უბრალოდ არიან ჩუმად ეხლა დაკვირვების პროცესში არიან ფაშინიანი გამოდის და პუტინთან რო იყო შეხვედრაზე აქ გვარამიას რო კითხო ისტორიული შეხვედრა იყო რომ თავზე დააფარაო პუტინს არა და ვასე მეგენი მახინჯად ხედავა ბიჭო ყველაფერი იმ დაემუქრა ბიჭო ან პუტინს თავისი 26 წლის ისტორიაში ისეთ რაღაცა არასდროს არ გაუკეთებია რაც ფაშინიანთან შეხვედრის თქვა პირდაპირ მოითხოვა რომ იქ რუსული ანუ პრორუსული პარტიებსო მიეცითო ანუ ნუზღუდავთო იქ პარტიებსო ესეთ რაღაც არასდროს არ უთქვა არასდროს არ ჩარეულა ესე ანუ საჯაროდ ეხა ირიბად რა თქვა უნდა ჩვენთანაც ერევიან და ყველგან მაგრამ თან პლუს გაუწვა მაგაზე ფასეც ხაზი რომ შენ არ დაგავიწდეს რა ფასად ყიდულობ გაზს მაგას გეუბნები გაზ კი არა ყველაფრით რუსეთზე არიან დამოკიდებული ბიჭო ეს არის აბსურდი და ევროკავშირში როგორ გაწევრიანდებით ანუ ესენი არის რაღაც აზიის კავშირში სომხეთი რა ეხა ერთად ეს არ ხდება რა ანუ აქ უნდა დატოვონ და ევროკავშირში შევიდა გაცა როგორი პასუხი იცი რომ ფაშინიანმა რომ ჯერ ხო ეს არ არისო საჭირო და თუ საჭირო დადგაო და ცეგროჟა ბიჭო ერთმანეთი იპოვე ეს ცეგროჟა ჯერ ხო შენ ვაი სოფლიოს დაურებ მე აი არ დადგარაო ეს საკითხიო და რო დადგებაო მე აი ზუსტად არის ბავშვობაში რომ იყო ბიძა ჩემი ძაო ის ამერიკაში გაგაფრენს ხო იცი აი პონტია ზუსტად ეგ პონტი მიდის ერთმანეთს აბოლებენ რომ აი ხა შენს მოთო რო წამიყვან სოფლიოს ირგვლივ სამოგზაოდ რო ჩამოყო მე ამ დინარეს ტბას გაჩუქე აი პონტი მიდის რა ზუსტად და დაბოლება მის და ხალხი მაგარია იმას გაჩუქებენ და
გავიარეთ ბრაცი ჩვენ გაიხნეს და ჩვენგან მაინც ისწავლეთ. აიმან არ მოგვიტანია. არა ფაშინიანს ფაშინიანს ავაროდ ეხა კიდე ამა. ფაშინიანზე განწყობებისაც გეტყვი თუ გინდა რა. ეგრე არა ფაშინიანი და არა მაგიტო ჩავიდნენ ეს მაგიტო რეიტინგი რო აი და ნახავენ სააკაშო სხვადასხვა რაღაცეებით ფაშინიანს. ზუსტად აბა რა. რო ანუ ტერასკების ჭამი და იქ რა დრამებზე დარტყმები და არა ვაფშე გემები და გაიქცევა ჯიგა და პოლიტიკითაც. ეს რამის დარტყმა იმანა ჩვენმა არ იცოდა. არა ჩვენმა არაფერს თამაში არ იცოდა ვაფშე ანუ დარტყმა დაკურა დაჭხუბი სიმღერა არა არაფერი ადამიანის მონაცემი ვაფშე ნული აქ просто ტანია გაყლა уда და გიჟური იდეებით არის შეყრობილი მავნებელი არის მავნე აი სვეჩინგებაზე თორე მაგათ აი ხა მაგაში ნაღდა ჯობია ფაშინიანი დრამს მაინც ნუ კაი აი დრამს უფრო კარგად უკრავს ვიდრე სააკაში მაგაში მოგვიგო სააკაში სო შევხატარებთ კი ბატონო მაგაში კიდე რა კაცია ესეთ რო ეს რაღაცა გულიც ესე ვაკე მიყვარს ხო და რა ვიცი მაგრამ მე მგონი მაგათ ყველაზე სწორი ალღა უღო ამ ყველაფერს იმ პონჩი რომ კაროჩე ესენი ესე თამაშობენ და მეც ესე ვედა დავაი ბრაც მიმიღეთ იქო და მე აი ამას იცი ისო იგი მას ხო არ მოუწევს და მიდიო და აპოლებენ ერთმან რაღაც გეუბნები სუსტად მაგაში არის ხო და რამე შარში არ გახვია სომხები თორე ფაშინიანი ადრით უგვიან მაგას მოიშორებენ მაგრამ სომხი ხალხი არ გახვიან შარში ეგ არის მთავარი ხო და ეხა უკრაინას ეხება ეს თემაც რა და ერთი ხაშლამის მოყვარული კაცი ჩავრთოთ რა ეს ძველი ვიდეო ძალიან კაი ვიდეო გაღმოაჩინე შენ კერა და გააცოცხლე უფრო სწორად. მიდი რა, ჩემი სამშობლოა უკრაინა რო იძახის მიდი ეგ ჩარტი. ეს არის. აი ეს მინდო და ბოლო სამშობლო დღეს არის უკრაინასთან დაკავშირებით. ჩემი სამშობლო დღეს არის უკრაინა. როგორ გულით იძახის აი. დღეს რაც ნიშნავს აი ბატონო გუბას რა. დიდი ნაჭერი ხაშლამა მინდა და. ანუ დღეს უკრაინა არა, ხო მოლდოვა შეიძლება იყოს და ზეგ შეიძლება აი bonjour აი ესე მოგვეცადო ფრანგი გახდე თუ ის უფრო დიდ ხაშლამის ნაჭერი დიდი კაშტიროა უკრაინის დიდი აბა სუფრაზე ეგრევე გადა და როგორი პერიოდი არის აი სლავა უკრაინის ზენიტი რო იყო ირანის დროშით ხო არის ნამყოფი უკრაინის დროშით ხო არის ნამყოფი ოცნების დროშით ხო არის ნამყოფი ამერიკის ყველაფრის დროშით არის ნამყოფი ეხა გამოვიდა და რა თქვა იცის მეო ჩემი ოჯახიო მამა ჩემიო და გიული ალასანიაო ოჯახით ახლობლები ვართო ეხა ცოტა ხან შევა გამოვიდეს და მე და სააკაშვილი ბავშვობის მაკაცები ვიყავითო და ანუ რაც ვიდეთ 7 ნოემბრის პერიოდში იმ პერიოდში ესე იგი იტყუებოდა ხო იმ ყველაფერს რაც ოჯახით ნათესავები ვარ. არაფერს არ იტყუებოდა, მაგრამ ჯეროდა სწორს ლაპარაკობდა ყველაფერს, просто უთვის პონტი ქონდა და გაემაზა და ეხა გახლობლებზე გადავიდა ისე უკრაინა. გახსენდა ხო გიული. ეგრე ხდება ზოგადად ეგრე ჯები ეგრე. გიულის ახლობელი რო არის გახსენ. პარტიზანულად რომ მიდის მაციوارთან ხო? ო ეხლა ხანს გაახსენდა ეგ პარტიზანი პარება, ჩხილებით რო დადი. ხო ირანში იყო ჩასული ირანში და იქიდან ადიდებდა ირანს. მართლა დაუჯერებელია აი ამ ესეთი ქართველების ან უთავმოყვარეობას მართლა საზღვარი არა აქვს რა. მოდი სადა იუმორში გადავიტანოთ და რამდენიმე ჩვენ საყვარელ იმას ჟურნალისტს ვანახებ ჩვენ მაყურებელს იმიტომ რომ რაღაცა დააწინაურეთ ეს ჟურნალისტები ძალიან მინდა და მეც იმსახურებენ. აი მაგალითად რა დონეზე არიან ჩამოსვლები. ნუ ეს იანა ტრაპაიძე ხო ყოველთვის ის არის ტოპებში მყავს და აქაც ეს ძალიან კაია რა. როცა არ უნდა ჩაინიშნოს არჩევნები, ქართული ოცნება არის დამარცხებული, ამას ჭირდება მხოლოდ. ინასხივებს ძალას ამ თქვენი კვლევები, თქვენი დაკვირვები. ჩვენი თავური და. მერტო ჩემო ამ კითხვაზე რა პასუხი უნდა გავცეთ? უიმოდნაი. ერთი ამას შევხვდა. იქ იგრძნობა ეს რომ მოთმინების ფიალა გაიზარდა, მადლობა სპილოსთვის. და ალბათ უნდა დაველოდოთ კიდევ ივნისისთვის რომ იქ იგრძნობა ეს რომ მოთმინების ფიალა გაიზარდა. გაიზარდა, ანუ მე აივსო. ფიალა დიდი გახდა. დიდი გახდა რომ კი არა აივსო, ვერ აივსოს. გაიგე დიდი ფიალა გავიზარდა, ჯერ ქვევით არიან კიდე. ჩვენი საინფორმაციოების ანუ ლეველი ჩამოვიდა იქამდე რომ ანუ აი ძალიან ვეიდამ წყალი მოასხადა და 29 და სველია და იქნება მოიყვანოთ გააშროთ აი მაგდონეზე გავიდა აი ამით ჩვენ
ჩვენ მაყურებელს აი ამით დავიმშვიდობები ამ ვიდეოთი რა. საქართველოს მთავრობა რუსეთს დაუახლოვდა. ასეთ შეფასებას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე. აი ჩემი ახლობელია კი, აი ჩემი ბიძაშვილის ძმისშვილი, მინისტრის ყოფილი თანაშემწის მოადგილის დეიდაშვილი თუ მაგას აკეთებს, მართალი ყოფილა და ტევე პირველი ეგეთი მიეზეზია. ზოგადად წყაროები არიან ეგ. დავითას ბიძაშვილის ყოფილი ცოლის თესავი ქვედა საწოლი. არის ცნობ? მოკლედ მეგობრებო, დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ზოგის ტვინში კი და ზოგის ტვინში არ გათენდება აღარასდროს, უკვე ისეთი სიბნელეა, მაგრამ ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი გარდამჭერების, ჩვენი მაყურებლების გვერდში დგომას, ჩვენი ქვეყნის გვერდში დგომას და ამ საქმეს გავაგრძელებთ ყოველთვის, სანამ პირში სული გვიდგას, ჩვენ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის წიგენ და ყოველთვის ვიქნებით პროპაგანდისტები, კარგი და სასარგებლო რაღაცეებისთვის ჩვენი ქვეყნისთვის. ნამდვილად, კარგად ბრძანდებოდეთ, მეგობრებო, მადლობა რომ გიყურებდით, მომავალ შეხვედრამდე დროებით.